სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი თუ აქვს ჟუაშე ბურჟუაძეს? ნახოთ, ხვალ გაირკვევა ეგ ამბავი. ხვალ პალატიდან შესაძლოა საგანში გადაინაცვლოს. ჯუანშერ ბურჟუაძის ბედსახვა ოცნების სასამართლო გადაწყვეტს. მანამდე კი თავდაცვის ყოფილი მინისტრი კლინიკაში რჩება და მკურნალობას ტვინის შერყევის დიაგნოზით აგრძელებს. პოზიცია არის ძალიან აქტივი, ის უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში, ეს უკავშირდება იმ მაგნიტორეზონანსული აპარატის შესყიდვას გორის ჰოსპიტალისთვის და არის საუბარი, რომ 1.300.000 ლარი გაიფლანგა სახელმწიფოს სახსრები და ჯუანშერ ბურჟუაძემ გაათეთრა 1.500.000 რაღაცა და რანაირად. რა დოკუმენტებია? თუ 1.300.000 გაიფლანგა, 1.500.000 უფრო მეტი როგორ გაათეთრა? რაც შეეხება ესპანეთს, მე ძალიან გავს, ესე ვთქვათ, ადვილად გასაყიდით ემას, რომ ესპანეთში შეიძინა უძრავი ქონება და აბა რა იქნებოდა ახლა ეს თუ არა კორუფცია. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრძოლისთვის ემზადება. ბურჟუაძე, რომლის პოზიციასაც დღის განმავლობაში მედიას ადვოკატები გვაცნობდნენ, კორუფციაზე მდინარაძის სუსის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. თუმცა იმის მიუხედავად, რომ ბრალდება მძიმეა და პატიმრობამ შესაძლოა 12 წელს გასტანოს, ბურჟუაძე როგორც ჩანს ოცნებასთან დაალგების იმედს მაინც არ კარგავს. ამაზე სწორედ ადვოკატის მიერ გავრცელებული გზავნილები მიუთითებს, რომლებშიც პოლიტიკური მოტივი არც კი აღნიშნულა. ამ ვერსიას ბურჟუაძის უფლებადამცველი მხოლოდ მედიის შეკითხვების პასუხად არ გამორიცხავს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ან პირადი შურიზიება, ან რაღაც სხვა მოტივი. მაგრამ პირად შურიზიებაზე არ გვაქვს ჩვენ რაიმე მონაცემი, რომ ვიფიქროთ ვინმეზე, რომ პირადად არის გადაკიდებული, ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ და რჩება პოლიტიკური. პოლიტიკური მოტივის ვერსია კი ირაკლი ღარიბაშვილამდე მიდის. გავრცელებული ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჟუაძის დაკავება სწორედ ღარიბაშვილის დაკავების ანონსია. ყოფილ პრემიერს კი ივანიშვილი ფულის ამოღების მიზნით დაუპირისპირდა, ანუ იმისთვის, რომ სანქციებით გამოწვეული დანაკლისი აინაზღაუროს და ჯიბე სწორედ ყოფილი წევრების კორუფციული ქონებით შეავსოს. საერთოდ არის ეგეთი ფორმულა, რომ არაფერი არ უნდა გამორიცხო ამ ცხოვრებაში. ასე გიავალსკიმ სწორედ ღარიბაშვილთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. ოცნებაში ამტკიცებენ, რომ მათი მოქმედების ერთადერთი მოტივი კორუფციასთან ბრძოლაა. იგივე დღეს ირაკლი კობახიძემაც თქვა, არადა რამდენიმე თვის წინ, როცა თანამდებობიდან წავიდა ან გაუშვეს. ბურჟუაძემ სწორედ კობახიძისგან ნატოში ელჩად დანიშვნის შეთავაზება მიიღო. ყველა მიმართულებით აქტიურად მუშაობთ. მთავარი ჩვენთვის არის ბუნებრივია იმდინარე პროექტების ხარჯეფექტიანობის მაქსიმალურად გაუმჯობესება, მართვის სისტემის ხარჯეფექტიანობის უზრუნველყოფა, თუმცა ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვინტერესდებით იმით, თუ რა ხდებოდა წარსულში. თუ იყო წარსულში გადასტომები კორუფციის კუთხით, რა თქმა უნდა, ამასაც სჭირდება რეაგირება, პირველ რიგში იმისათვის, რომ მივიღოთ პრევენციის ეფექტი. გამოძიება ყველაფერს დაადგენს, ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა და გულდასაწყვეტია, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ ევანიშვილმა, ყველაფერი გადადო გვერდით. არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, უამრავი შანტაჟი, შეურაცხყოფა, მუხარები. ამ ადამიანმა ყველაფერი გადადო და ქვეყნის ინტერესებისთვის, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დანის პირზე გვიწევს სიარული. თავად ღარიბაშვილი კი დუმს. თორნიკე რიჟვაძესთან საავადმყოფოში მისვლის შემდეგ, რამაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია საკუთარი კაბინეტის მინისტრზე, ექს-პრემიერს განცხადებაც კი არ გაუვრცელებია. არადა მათ შორის მჭიდრო კავშირზე კვირების წინ ლევან ხაბეიშვილიც წერდა. მისი ინფორმაციით, ბურჟუაძე ღარიბაშვილს თავდასაცავად პოლიტიკური პარტიის შექმნასაც კი სთხოვდა. ივანიშვილის რეჟიმი არის ფაქტობრივად ჩამოშლილი. ისინი დღეს ებრძვიან ივანიშვილის რეჟიმის იმ გუნდის ნაწილს, რომელზეც იდგა ქართული ოცნება. ეს არის ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური და მათი კადრები, რომლებიც დღემდე არიან სხვადასხვა უწყებებში. ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილის კონტროლი ხელიდან გაექცა. ამ ფონზე არის თუ არა შესაძლებელი ჯუანშერ ბურჟუაძემ ოცნებასთან დაალგება მოახერხოს. მისი დაკავება წესით მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან გამოძიება, რომლის ფარგლებში ბურჟუაძის ახლო ნათესავიც კი დააკავეს, სუსმა თვენახევრის წინ დაიწყო. თუმცა არასტანდარტული აღმოჩნდა თავად ბურჟუაძის დაკავების ოპერაცია. მან სუსის ბრიფინგს სავარაუდოდ სახლში უსმინა. მანამდე მიღებული ტრამვის გამო სწორედ რეჟიმში მყოფი კი პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს. პროცესი მოსაოდნელი სცენარით დღეს არც აქ განვითარებულა. პროკურატურას თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრალი 4 საათზე უნდა წარედგინა, თუმცა უწყებამ პროცედურის ჩატარება გადადო.